სადახარ ამდენი ხანი ისეთი ამბები მაქვს მოსაყოლი. სიაკოზე? სიაკო ჩვენი ფიფია? ო სიაკოზე. სიაკო იმ დღეს შემოხვდა მარშრუტკაში შემოხვდა იმ დღეს სიაკო და ამოიღო ბები ამისის ლიას პენსიის ბარათი თავის ქმრის ბებიის და მარშრუტკაზე აპარატს მიადო. ესე იგი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ბები ამისის ფულებს ხარჯავს თავისი ქმრის ბებიის? აი მე რას იცახი რას ამბობ მაშინ მეც მაქვს ერთი რაღაც სათქმელი ციაზე ალექსანდრეს დაბადების დღე ხონდა ხო იცი 50 ნაჭრიანი ტორტს ვუკვეთავო თავის ქმარს გამოვართო 50 ნაჭრიანის ფული და ბავშვს ხონდა 5 ნაჭრიანი ტორტი დაბადების დღეზე დანარჩენი თვითონ ჩაიკუჭა ეხლა თაკობოგველს უნდა მოგიყვე თაკობოგველის ქმარმა ხო საბილიარდო გახსნა და ამ საბილიარდოს ხო მეთვალყურეობს ხოლმე თაკო თუ მე ფულს უტყავს კმარს და ამ ნახევარ ფულს თვითონ იდებს ჯიბეში და თავის კმარს ატყუებს რომ დღეს მუშაობა არ იყო ვაიმე რეები მესმის კიდე რამე ხვარიცი ახალი თქვი არის სათქმელის მეწი რა მაქვს ანახაჭიდი ხო იცი ანახაჭიდი ჩვენი თანამშრომელი მაგას ხო კაი ღიმილია ღიმილი თვითონ ყბილები კარგი რვავს აპარატოქს კარგი ყბილები თურმე მაგისი ბიზაროა ნუგზარი ხო გახსოვს რა კარგი ყბილები ყონა ადრე და ეხლა არ აქვს თურმე ნუგზარი დაუძინებია მაგაზე თავის დებს დაუძინებიათ და ნარკოზის მდგომარეობაში ყოფილა ამოუსლიათ ყველა 33 ყბილი და ანას გადაუნერგია ხაჩიძეს ვაიმე მე კიდე იცი რა გავიგე შენზე თურმე რო იზახიან სიმპათიური დათუნა ტატულაშვილიო მაგას სულ არ ყოფილა ეგ სიმპათიური მაგას გადანერგილი ქონია თავი ვიღაცა იტალიელისგან ჩემზე კიდე რა გაიგე ხომ მითხარი ისეთი უვარგისი ბიჭი ყოფილა უხასიათო უჟომორი რომ რამის ყველას ეზიზღება ესე შეეზიზღება თუმცა რომ მე ხო ვიცნობ არა მაგას რომ ძალიან უვარგისი ხასიათის ბიჭი თავის კაცი ოღონდ თვითონ კონდეს აწყობილი ცხოვრება მე გარავის არაფერი არ აინტერესებს ხალხო შენ ეხა მაგრამ წესიერად ილაპარაკე ჩემზე ხო არ უბედავ შენ ფრესკოს ნამწვრებზე დაკვადრე მადლობა მაინც მომინდომა დიდი ღმის ფრესკოში ტერასაზე ჯდომა და ჩემზე ჭორავდა ნამწ